აჭარის უმაღლესი საბჭო დღეს ირანის გენერალურ კონსულს ბათუმში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მასპინძლობდა შეხვედრაზე, რომელსაც გაცნობითი ხასიათი ჰქონდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. Როგორც შეხვედრაზე ითქვა, ირანსა და საქართველოს შორის ერთობლივი პროექტები არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ სხვა სფეროების მიმართულებითაც განხორციელდება. დაიგეგმება ირანის ერთ-ერთ ქალაქსა და ბათუმს შორის მეგობრობის მემორანდუმის გაფორმება. ირანის დელეგაცია საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ისინი საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის წევრებსაც შეხვდნენ. ვისაუბრეთ ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, ბიზნესზე და ეხლა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და რადგან კულტურის კომისიის, ასე ვთქვათ, განათლების კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე ესწრებოდა გიორგი მასალკინი და მე, კულტურული განხრითაც დიდი ურთიერთობები აუცილებელია გაგრძელდეს ის, რაც იყო, იმიტომ საუკუნეების ისტორიას დროს მოიცავს საქართველოსა და ირანის ურთიერთობა და ეს ურთიერთობა ერთმანეთში არის გადახლართული, კარგი გაგებით. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება საქართველოში ჩამოსულიყავი. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების გარდა მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა საქართველოს პარლამენტში. განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები, რაც ტურიზმთან ერთად სხვა სფეროებსაც მოიცავს. ვფიქრობ, რომ ვიზიტი ორივე ქვეყნისთვის ნაყოფიერი იქნება.